Გამარჯობა მეგობრებო. წინასწარ გილოცავთ ახალ წელს. დღეს ღამე უკვე ვხვდებით 2024 წელს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საათი გავიარეთ ერთად დატვირთული სასწავლო კურსზე. პატარა რგოლი მინდა გაგიგმზადოთ დღეს, სადაც უფრო ცოტა სხვანაირად დაგანახებთ ასტროლოგიას. დღეს მინდა განვიხილოთ საქართველოს რუკა და ახალი წლის ღამე, ანუ ჩვენ რაღაც დონეზე შევეხეთ ტრანზიტებს, როგორ მუშაობს ხო ტრანზიტები, მაგრამ მუნდალურ ასტროლოგიას არ შევხებივართ, ეს შემდეგი კურსების, შემდეგი საფეხურების თემა არის, მაგრამ მაინც თქვენთვის პატარა სიურპრიზი მაქვს, ესე რომ ვთქვათ, თან იქნება გვერდზე აქ რუკა. თანაც ჩვენს პირად ჯგუფშიც ჩავაგდებ დახურული ჯგუფით, სადაც გვაქვს მეორე ჯგუფშიც ჩავაგდებ სხვებისთვისაც რომ იყოს ეს თუ ვინმესთვის არის საინტერესო, რა თქმა უნდა საინტერესო უნდა იყოს წესით, მაგრამ ну, ეხლა ამ ვიდეო რგოლს უფრო თქვენთვის ვაკეთებ, ვინც გაიარეთ ეს კურსი და ესეთი რაღაც მინდა შემოგთავაზოთ, ანუ როდესაც ხა ჩვენ გავიარეთ ბევრი პირადი რუკა, ერთმანეთის, სხვების, მაგალითად და ტრანზიტებიც ჩავთეთ რამდენჯერმე. ტრანზიტი ვიცით, ვინც თქვათ, ჯგუფის წევრი არის, სხვა ჯგუფის წევრი არის, რომ ვადებთ ერთმანეთზე რუკებს, მაგრამ მინდა მუნდალური ასტროლოგიიდან შემოგთავაზოთ შედარებით ზედაპირული განხილვა და ზედაპირული რას ნიშნავს, ვიცით, რომ პროგნოზირების საშუალება ძალიან ბევრია. მუნდალურ ასტროლოგიაში რამდენიმე რუკასაც იყენებენ ხოლმე ზოგჯერ ქვეყნის სხვადასხვა ამას მე აგიხსნით კიდევ, ვისაც ინტერესი გექნებათ, მაგრამ აი ძალიან გავს მუნდალური ასტროლოგია, ანუ ქვეყნის რუკა, როცა ვიღებთ, როდის იყო მაგალითად სახელმწიფოებრიობის რაღაც დაკანონება, ან კონსტიტუციის ცვლილება, ხო, სხვა თარიღებს ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში მე მაქვს აღებული 91 წლის 9 აპრილის რუკა. და აი მანდ ჯერ ძალიან ისე მარტივად გეტყვით რა ხდება ხო ამ რუკაში თანაგერ რუკა მიდევს და ინენელა განვიხილავთ აქაც გექნებათ ვიდეო რგოლივით და მინდა განახოთ როგორ ხდება ქვეყნის ზოგადი მომავლის ტენდენციების პროგნოზირება. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი საშუალება არის, რომ გავიგოთ რა ენერგია შემოდის ქვეყანაში, რა ტენდენციები იქნება. ეხლა ეს ძალიან ბევრი სხვადასხვა რუკას არის ანახავი, მაგრამ ამას ცოტა სხვა ცოდნა ჭირდება, მაგრამ თქვენ ეხლა ამ ტრანზიტების განხილვის დონეზე მე მგონია, რომ უკვე კარგად ხართ და შეგიძლიათ კარგად გაანალიზოთ, ხო? აი ხა რუკას რასაც უყურებთ, მეორე რუკას დაგიდებთ, ჯერ არის ქვეყნის რუკა. აი მეც გამოვხთავ ახლა ტრანზიტებს და ზოგადად აი როგორც ადამიანებს ნახულობთ ისე არის ქვეყანაზე ხო ქვეყნის ასციდენტი ეს არის ქვეყნის იმიჯი მაგალითად როგორ ვართ ხო წარმოდგენილი ქვეყნის სახით ასციდენტთან იუპიტერი გვიზის ეს საკმაოდ კარგი კომბინაცია არის იმ კუთხით რომ აი ჩვენ მაგალითად უფრო ეს იუპიტერი რაღაც გაფართოებაზე ვართ ორიენტირებული, იღბალზე ვართ ორიენტირებული, ხო, აი ჩვენ ბევრი და ბევრი გვინდა, ხო, როგორც ერს და ნუ აი ძალიან ისეთი ოპტიმიზმით მოცული ენერგია გვაქვს, მაგრამ იუპიტერი ასევე ცოტა უცხოეთის კომბინაციას აჩვენებს უცხოეთთან ურთიერთობებს, ხო? და აქ შეიძლება იყოს, რომ აი მაგალითად ჩვენ ძალიან ვართ უცხოეთზე დამოკიდებული, ხო, იუპიტერის გაფართოება არის, ეს არის რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირად ხელგაშლილიერი ქვეყნის მასშტაბით, რა ის სხვა ქვეყნებთან ვართ ძალიან ხელგაშლილები, მაგრამ ასევე შეიძლება ის რომ დიდი დოზით ჩვენთან, ჩვენს იმიჯზე, ჩვენს არსებობაზე არის დამოკიდებული უცხოური ენერგია. ეს იცით რას გეუბნებით? აი ეს არ ნიშნავს რომ 100%-ით თქვათ ისე არის, მაგრამ აი მსგავსი ენერგია და რეალურად რომ დაუკვირდეთ ქვეყანას, ესე ტენდენციები ნამდვილად გვაქვს. მსგავსი ენერგია რა თქმა უნდა მოყვება მერე ქვეყანას, ხო? და ეხლა თვითონ ალბათ შეხედავდით მზეც როგორი დაზიანებულია, როგორ რთულ ასპექტებში არის, ხო? და აი ჩვენ ურანზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ურანი ეს ცვლილებების პლანეტა, მოულოდნელობების პლანეტა და მზესთან მზე მუნდალურ ასტროლოგიაში ხელისუფლებას აჩვენებს, გავლენიან ფიგურებს, სამთავრობო ხაზს აჩვენებს, რომელიც ხაზში ძლიერად არის ერთი შეხედვით, ვერძის ზოდიაქოში არის, მეათე სახლში, ეს ძალიან ისეთი ენერგიული
ცოტა ისეთი ძლიერი ფიგურების მანიშნებელი არის, მაგრამ მთლიანად მორყეული არის აქეთ-იქით, ხო? ანუ ყველა ასპექტით. ანუ ურანი აკეთებს იმას, რომ აჩქარებს, აი ვადას რო ბოლომდე ვერასწრებენ, მთელი აი 91 წლიდან მოყოლებული, რაღაც ხდება მოულოდნელი და უგეგმავი და ამავე დროს რყევები სოციუმიდან ურანი, ეს არის, ნუ სოციუმის ხალხის პლანეტა, ხო? და აი ის რომ მე ან ჩამოგდება ხდებოდა, ან აჯანყება ხდებოდა, ან მაგალითად ხელისუფლება რასაც არ ელოდა ის ხდება, ხო? 2012-ში მაგალითად არავინ არ ელოდა ხელისუფლებიდან ესეთ შედეგებს გამოეპარათ რაღაც იქ უკვე ნეპტუნი არის. რაღაცა გამოეპარათ, რაღაც ბოლომდე არ ეგონათ რომ ესე იქნებოდა, ხო? ანუ თვითონ ხელისუფლების მდგომარეობას ეს ასპექტები კარგად გვაჩვენებს. და გრადუსებითაც ისეთი საკმაოდ ახლო გრადუსები არის, ხო? რო უყურებთ, ანუ რაც უფრო გრადუსები ახლოა, მით უფრო ეს ასპექტი ძლიერად მუშაობს, რაც გავიარეთ ჩვენ ეს კურსზე ინდივიდების რუკაშიც. უბრალოდ მუნდალურ ასტროლოგიას აქ ის რომ მუნდალური, ანუ ქვეყნების ასტროლოგია, უბრალოდ არის აქ მნიშვნელოვანი რომ უკვე ხა მამას კი არ ნიშნავს მზე სიტყვაზე, ხო? ან თვით შეფასებას, ეს არის უკვე ხელისუფლება, ეს არის ლიდერები და ეს მარტო უმაღლეს ერთ ლიდერს არ ეხება, ხო? აი ზოგადად ხელისუფლების სტრუქტურას მით უმეტეს რომ მეათე სახლი ეს არის საერთოდ ხო თანამდებობის ენერგია, ანუ ყველა ილტვის ცვლილებებისთვის ინტროვერტი არის, ვითომ ენერგიულად მოდიან, ვითომ რაღაც ისე მოდიან, თავდაჯერებულად და მერე ხდება რყევები. ეს გარკვეულწილად გამოიწვია მოდით ესე ვთქვათ, ანუ ეს ამ რუკის გამო კი არა ვართ ასეთ დღეში. იმ დროს მოხდა ეს დამოუკიდებლობაც, ეს ყველაფერიც აღდგენა დამოუკიდებლობის, როდესაც ჩვენ რეალურად ეს გზა უნდა გაგვევლო კარმულად. მოდი ცოტა ისე რო გითხრათ, ხო? ეხლა მე აქ რა მინდა პირველი გითხრათ, საიდან ვიწყებთ ხო რუკას? აი მაგალითად გავხსენი რუკა და ვხედავ, მთვარე არის მერწყულში, სატურნთან ერთად შეერთებაში. ანუ თუ გახსოვთ თქვენ 9 აპრილს, როცა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, აღდგენა 91-ში, ზუსტად იქიდან დაგვეწყო ძალიან მძიმე წლები. და თქვენ იცით სატურნის დიდი პერიოდი, რომ ვამბობ ხოლმე 7 წელნახევრიანი პერიოდი. აი ეხლაც გვაქვს ეს პერიოდი, მაგრამ მაშინ დაიწყო ზუსტად აი ეს სადისატი ესე ქვია და ნუ სატურნის დიდ პერიოდს ვეძახით. როდესაც მთვარესთან მიდის სატურნი. ანუ ეს აი ისეთი თემა არის რა ჩვენთან, რომ აი პირდაპირ ხედავთ სატურნი, აი პირდაპირ უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც ქვეყანა დაიბადა, მოდით ხელმეორედ, ხო? აი ესეთი რამ. და იქიდან დაიწყო ძალიან ბევრი პრობლემა ჩვენთან. უმძიმესი პერიოდი სატურნმა იცის ესეთი მძიმე პერიოდი. მთვარე მუნდალურ ასტროლოგიაში ეს არის ხალხი, მოსახლეობა. და ნუ მართლა ესე განვითარდა მოვლენები, რომ მოსახლეობა, ხალხი თვითონ ერი ძალიან მძიმე სატურნის ზონაში ჩავარდა და თან მერწყულში ხდება ეს ყველაფერი. თითქოს რაღაც ესეთი მერწყული როგორი ზონა არის, იცით? აი მთლიანად მასობრივად, რომ რაღაცნაირად გაუჭირდა კიდეც ხალხს, ყველას მოგვედო ეს პრობლემები. ნუ ეს პერიოდი ძალიან მძიმედ გავიარეთ. 7 წელნახევრიანი პერიოდი არის. საქმე იმაში არის, რომ 2017 წლის დეკემბერში ისევ დაგვეწყო სატურნის დიდი დაბრუნება, ქვეყანას დაეწყო. და 2017 წლის დეკემბრიდან ფაქტობრივად ჩვენ შევედით 2018 წლის იანვრის ჩათვლით უკვე გამოხატულად შესამჩნევი იქნებოდა. ეს პერიოდი რეალურად ქვეყანა როცა ცოტა უკან მიდის. ან სირთულეები აქვს სერიოზული. სხვა შორის უკრაინასაც ახლა ეს პერიოდი აქვს, დიდი სატურნის პერიოდი. იმათ ცოტა უფრო ესე დაეწყოთ. უფრო ადრე, უნდა ესე ვთქვათ. მაგრამ ჩვენთვის 2017 წლის ბოლო, უფრო იანვარი 2018-დან დაიწყო უკვე მძიმე სატურნის პერიოდი.
თავარი შუაფაზა კი გავიარეთ, მაგრამ კიდე გვაქვს ეს პერიოდი და გაგრძელდება კიდევ ცოტა ხანს და თავარი სირთულეები უკვე გადავლახეთ რაღაც კუთხით, მაგრამ აი დაიწყო როგორც იცით, აი პანდემიაც დაემთხვა, მასობრივად ხო აი რაღაც ისეთ ენერგიაში წავედი ციკლიანობაც იყო ვთქვათ, არ იყო ეს რაღაც ომი და უბედურება, მაგრამ სიკვდილიანობა ძალიან დიდი დოზით იყო, ხო, პანდემიის პერიოდში, ჩვენ განსაკუთრებითაც ძალიან ისე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეგვეხო. რაც მთვარე სატურნის ენერგიამ იცის ეს, ანუ ერს ქონდა სირთულეები, რთული პერიოდი. ეს მარტო ჯერ ამ ასპექტით გეუბნებით, იქ რო ახლა პლუტონი და ისინი დავადოთ, რა თქმა უნდა, იქ უკვე საერთო სურათი იქნება. მაგრამ აი თქვენ რო დააკვირდეთ რა, რო ვამბობთ ხოლმე სატურნის დიდი პერიოდი, მიაქციეთ ყურადღება, ხო? ეს იყო ეგ პერიოდი. პლუს სატურნის დაბრუნება ქონდა ქვეყანას. აი ორმაგი სატურნის პერიოდი. მაშინაც ესე იყო 91 წლიდან და ეხლაც იგივე გამოვიდა. ანუ საკმაოდ რთულ ფაზას გადის ქვეყანა. ეხლა მე-7 სახლში გვიჯდებოდა უკვე შეერთებაში სატურნი და მე-7 სახლი არის პარტნიორული ურთიერთობები მუნდალურ ასტროლოგიაში. აი ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ხო? და სატურნი გადიოდა ამ ზონას. ანუ როგორ სერიოზულად გართულდებოდა ჩვენი პარტნიორებთან ურთიერთობა, ამასაც ხედავთ, ხო? ახლა 91 წლის პერიოდში ჩვენ ფაქტიურად მარტო შევეჯახეთ ომს რუსეთთან და არ ყავდა პატრონი, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ეხლაც იყო ის, რომ გართულდა პარტნიორებთან ურთიერთობა და ეხლა უკვე გადასული არის სატურნი მერვე სახლში, უკვე ტრანზიტულს გულისხმობ, ხო? მერვე სახლი ისეთ ფინანსური კრიზისები არის, ან ზოგადად კრიზისები, ხო, რომელიც რაღაც კუთხით სიკვდილის ენერგიაც არის, მერვე სახლი, ფინანსებიც არის, კრიზისები, უფრო აი როგორი კუთხით იცით, რომ ის რომ აი ომია გარშემო, ის რომ კრიზისი არის, ან ფინანსური კრიზისია, აი აქ სატურნი გვიზის. ანუ ის რომ ქვეყანა იქნებოდა ფინანსური დახმარების ზონაში, სატურნი ამას ძალიან ამცირებს. მაგალითად, ხვების ფული, როგორც დახმარება, ცოტა რთულად შემოვა ჩვენთან, ეს პერიოდი გვაქვს ახლა ეს ფაზა, ხო და კაიხანია გვაქვს დაახლოებით ნახევა 1 წელია, წელზე მეტი არის გვაქვს ფაქტიურად ეს რომ მცირდება უკვე შემოსავლები ქვეყნის გარედან, მოდით ესე ვთქვათ, გაუჭირდებოდა ისეთ ორგანიზაციებს, რომელიც მუშაობს გრანტებზე, ესეც ამას შეამცირებდა სატურნი. ჩემი დაკვირვებით, აი ხა აქ რომ მიმოვიხილოთ, ამას მე ემატება დირექციები, მე ემატება პროგრესიები და სრულს მე სოლარის რუკაც არის საჭირო და ყველაფერი ერთად ხდება ხოლმე უკვე შეჯამებულად, მაგრამ ეხლა ჩვენ უბრალოდ ტრანზიტს განვიხილავთ, ხო? აი რა შეიძლება ქვეყანაში ტენდენციები დავინახოთ, რომ ჩვენც ახლა მე მაგალითად ვითვალისწინებ, ხო, ქვეყანას სად ექნება კრიზისი, რომ რაღაცნაირად გავითვალისწინო, ხო? აი ამ კუთხით გულისხმობ. ანუ ეს ყველაზე ისეთი რთული ფაზა, რომ ჩვენ გავდივართ სადის აწის, ხო? ეს არის სატურნის დიდი პერიოდი და რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ცოტა რთულად იქნებოდა. მე რო დავაკვირდეთ აი ხა ტრანზიტიც რო ჩავთოთ, ზოგადი რუკა რო არ განვიხილოთ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ მე-6 სახლი არის სამსახურები, ეს არის შრომა, ეს არის, როდესაც ერისთვის, ვთქვათ, არის სამუშაო გარემო და იცით, რომ შავი მთვარე გვიზის ზუსტად მე-6 სახლში ნათალურ რუკაში, ხო? და შავი მთვარე მე-6 სახლში ეს რას ნიშნავს, რომ ის ლუმშევრობის პრობლემა გვაქვს ფაქტიურად 91 წლიდან მოყოლებული აქტიურად, ხო? ქვეყანა, რომელმაც დასაქმებულების უფლებები ვერ დაიცვა, ვერ გამართა, დასაქმების პრობლემა ვერ მოაგვარა, შავი მთვარე გვიზის აქ, ხო? სადღაც რესურსებს არასწორად უშვებთ, სადღაც პრაგმატიზმი არ ყოფნის, სადღაც პრაქტიკულობა არ ყოფნის, რილიტი ეს ენერგია არის, პლუს ურანი და ნეპტუნი არის მე-6 სახლში. ურანი ეს არის, რომ აი არასტაბილური არის სამუშაო გარემო ქვეყანაში ზოგადად, აი ძალიან ზოგადად გულისხმობ ფონი, ხო? ეს რუკა აჩვენებს ხოლმე აი ზოგადად ტენდენციები ფონი როგორი შეიძლება იყოს. მე აქ რა გადის ტრანზიტში, ამას აქვს ხოლმე ძალიან დიდი მნიშვნელობა სხვადასხვა ფაზებში. ხო, შეიძლება ეს 30 წელი სულ ესე იყოს. რაღაც პატარა გაუმჯობესება, პატარა გაუარესება, ესეთი ფონები ტრანზიტს ახლავს თან, მაგრამ თვითონ რო ერს აქ პრობლემები ექნება, ну ეს ნამდვილად ჩანს.
და პლუს ერთი უნდა ვთქვათ, რომ ნეპტუნიც მე-6 სახლში არის ცოტა ქაოსი, ცოტა გაურკვევლობა, ან უცხოეთში რო გარბის ხალხის ამუშაოს გამო ეს ნეპტუნ მაიცის თან არის, მე-9 სახლიდან ეს ნეპტუნი უკვე გასაგები არის, რომ აი სამუშაოს ხედავს ადამიანების დიდი ნაწილი უფრო საზღვარგარეთ, მაგალითად, ან უცხოელებთან მუშაობაში ეს ზოგად ფონს იძლევა. აი თქვენ რო დააკვირდეთ კარგად. ეხლა მხოლოდ ტრანზიტზე გვაქვს აქ საუბარი, ხო? მაგრამ ეხლა მე რაც დავინახე აქ განსაკუთრებით პლუტონი გადიოდა წლების განმავლობაში ჩვენ მე-6 სახლს და ეს იყო ცოტა მძიმე სიტუაციას ქმნიდა, მაგრამ პლუტონი შევიდა ეხლა ჩვენ მე-7 სახლში. და პლუტონი ჩვენთან ხო იცით ასტროლოგიაში ეს არის გავლენების და ძალაუფლების ასპექტი. ეს არის ზეწოლის ასპექტი. აი პლუტონი რომ სახლშიც არის, ის სახლი იმ სფეროს წარმომადგენლები უფრო ძლიერები ხდებიან და წარმოიდგინეთ მე-7 სახლში პლუტონი ეს რა არის უკვე პარტნიორები ჩვენი, რომელიც ნელა გააძლიერებენ ზეწოლას. მაგალითად, ან გაგვირთულდება მათთან ურთიერთობები. შეიძლება აი დიპლომატიურ ენერგიასაც მართავს პლუტონი, ხო შეიძლება ძალიან დიდი დიპლომატიის გამომუშავება მოგვიწიოს მათთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ესენი აღარ არიან უკვე ესეთი ჩვეულებრივი პარტნიორები, ისინი უკვე ცოტა ისე ძალაუფლებასაც ფლობენ, ზეწოლას ახდენენ და ცოტა ისე უყურებ ამას, რომ უკვე პარტნიორებთან ესეთი რაღაცები აღარ გაგვივა. ხომ და ესეთი მსუბუქი დამოკიდებულება. მე-7 სახლი უშუალოდ პარტნიორული ურთიერთობები არის ქვეყნების, ვიღაცასთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, ვიღაცასთან შეთანხმებები გვაქვს, ვიღაცასთან რაღაც სხვა ქვეყნებთან, ხო? კავშირები გვაქვს, აი აქ უკვე პლუტონი შემოდის. პლუტონი ცოტა მძაფრად მუშაობს საკმაოდ. აქ ამ კუთხით, ანუ ან გაწყვეტა უცებს საერთოდ კონტაქტის, ან პირიქით მიწებება და დამოკიდებულები რომ გავხდებით რაღაც შეთანხმებებზე და გაგვიჭირდება ბევრი ვარიანტი არის. ხან ერთი თამაშებს, ხან მეორე, ხან მესამე, ესე რომ ვთქვათ, ანუ პარტნიორული ურთიერთობები ცოტა რომ დამძიმდება ჩვენთვის და აი მაგალითად შეთანხმებებს ძალიან სერიოზული ყურადღება რომ უნდა მივაქციოთ. ამას ხედავ. აი შეიძლება ქვეყანამ ისეთი პარტნიორები აირჩიოს, რომლისგანაც ძალიან გაძლიერდეს ეწოლა. ან ისეთ პარტნიორულ ურთიერთობები მე არ ვიცი ხა ვინ არის ეს. ვთქვათ, ხო, რომელი ფლანგი, მაგრამ ეს არ იქნება უბრალო შეთანხმებები, უბრალო ურთიერთობები. ამიტომ მე ცოტა მაგალითად ესე ვუყურებ, რომ კარგი იქნებოდა ისეთ სატურნის გვაქვს ნათალურში დამძიმებული ეს მე-7 სახლი. და კარგი იქნებოდა ცოტა ყურადღება მიგვექცია ამ სფეროსთვის დიპლომატიური ურთიერთობები გაგვეძლიერები ნახო და რაღაც დაგვეგეგმა, ვთქვათ, დიპლომატიური ურთიერთობებში ცოტა აი ძალიან ისე ტენდენცია რო გითხრათ თუ არასწორ ნაბიჯს გადავდგამთ ცოტა ძვირად რომ დაგვიჭდება შეთანხმება რომელიც ძვირად დაგვიჭდება აი ესეთი რაღაცები შეიძლება იყოს ტენდენცია რადგან ეს პლუტონი მე 2020 დაახლოებით 26-ში შეერთებაში იქნება სატურნთან და ეს უკვე გაწელილი დრამა იქნება. ანუ თუ ეხლავე არ მოვაგვარეთ ამპლუა ეს პრობლემები, ვთქვათ, პარტნიორული ურთიერთობები. სატურნი ჩართავს ცოტა მძიმე ასპექტს, ანუ 2006-ის ბოლო 2007-ის დასაწყისი ცოტა რთული შეიძლება ქვეყნისთვის იყოს, ჩემი აზრით და მხოლოდ ამ ასპექტით, იქ ბევრი სხვა რაღაცა არის მერე სანახავი. იმიტომ რომ პლუტონი ეს არის მძაფრი ისეთი მძიმე მოვლენები და სატურნი წელავს დროში ამ ყველაფერს, ხო? და შეიძლება ეს ეწოლა ეს ირთულები ცოტა გაძლიერდეს. ამას გულისხმობ. თან მე-7 სახლის მართველი არის სატურნი. იცით რომ მე-7 სახლი ასევე პარტნიორული ურთიერთობებია. ანუ ძლიერი პარტნიორები რო ისედაც გვყავს ჩვენზე ბევრად, ეს ისედაც ფაქტი არის. ჩვენი მთვარე არის შეერთებაში აღმავალი ის ასციდენტის მართველი შეერთებაში არის სატურნთან და ეს უკვე ნიშნავს რომ ჩვენ პარტნიორებზე ვართ ძალიან დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ მთვარე ვართ შორ სატურნე ვიყოთ და პარტნიორები მთვარე იქნებოდა პირიქით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მთვარე ან საზოგადოება, მოსახლეობა ძალიან ვართ დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებზე. და თან როგორ ვართ დამოკიდებული მთვარე არის აქ, ხო? საჭმელი, სასმელი, არსებობა, უსაფრთხოება, ეს ყველაფერი არის
მთვარის ენერგია. და იქ რომ მოდის პლუტონი, ხვდებით ხო ალბათ რა მდგომარეობა არის, ხო? ეს კრიზისები და პლუტონი რომ მთვარის შეუერთდება, ეს კიდე უკვე საერთოდ ერის ტრანსფორმაცია, ერის სერიოზული ცვლილებები ეს გარდაუვალი იქნება. და შეიძლება ჩვენი იმიჯის ცვლილებაც გარკვეულწილად, ხო, იმიჯი, ანუ ასციდენტის მმართველი, პირველი სახლის მმართველი არის მთვარე აქ და პლუტონი ამას ძალიან სერიოზულ გარდაქმნებს, აი სრულ გარდაქმნებს გაუკეთებს. კარგი თუ ცუდი, მაგი ეს უკვე დირექციები, პროგრესიები, ტრანზიტი ყველაფერი უნდა ინახოს. და ეს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ანუ მომავალს უყურებთ ჩვენ ზოგად ტენდენციებში არ ვიცით ზუსტად როგორ გათამაშდება, მაგრამ მეახლოებით უკვე ხვდებით, ხო, პლუტონს რა ენერგია აქვს, მთვარეს რა ენერგია აქვს, სატურნს რა ენერგია აქვს, ხო? ანუ პარტნიორები რომ უკვე ცოტა ძლიერ ზეწოლას და უკვე მცირ მკაცრ ზეწოლას განახორციელებენ ჩვენზე თუ სწორად არ წავა საქმე, ეს ფაქტი არის. თუ სწორად წავა საქმე, ეს იქნება ძლიერი მფარველი, ძლიერი პარტნიორი, რომელიც უკვე და სერიოზულ გავლენებს მოგცემს, სერიოზულ დაცვას მოგცემს. ეს კარგ ვარიანტში რო ჩავთვალოთ, ხო? თუმცა ხა სატურნის და პლუტონის ცოტა მძიმე პლანეტებია და დიდად კარგ იმებს არ ველოდებით ხოლმე მათგან, ხო? რაღაც დიდ ბედნიერებას, ხო, ეს არ არის იუპიტერი. და პლუს თან იუპიტერი აქ უკვე ცოტა ისეთ ზონაში არის, პლუს გაუკეთებს ოპოზიციას პლუტონი იუპიტერს. და იუპიტერი იღბალი, ეს არის პოლიტიკა, ეს არის უცხოეთი მაგალითად და ნეგატიურ ასპექტს დაარტყამს აქედან პლუტონი ისედაც სატურნს ზუსტი ნეგატიური ასპექტი აქვს მაგალითად აქეთ ხო ჩვენს იუპიტერთან. ესეც საკმაოდ რთული ზონა არის მაგალითად როდესაც იუპიტერი იცით ხო ეს იუპიტერი სატურნზე ამაზე ძალიან ბევრი გელაპარაკეთ მოვლენებშიც აგიხწერეთ სადაც იღბალი გვაქვს და კეთილდღეობა იქ არის უკვე ნეგატივი ხო ანუ სიღარიბე პრობლემები და შრომით რო უწევს ქვეყანას თავისი იღბალი თავის კეთილდღეობა მოიპოვოს ანუ ის რო იღბლიანი ერი ვართ და სადღაც გავძვრებით ეს ნათალურ რუკაში არ აქვს ვერ გავძვრებით შრომა გვჭირდება ყველაფრისთვის აი მაგალითად თუნდაც პანდემია რო დაიწყო და აცრები რო დაიწყეს და საწყალი გოგო რო გარდაიცვალა ბევრი ისეთი რაღაც იყო რომ აი რამდენჯერ გვითქვამს რომ რა იღბალი არა გვაქვს ხო სატურნმა არის ის იღბალი მეგობრებო როცა იუპიტერთან არის ჩვენი ხელით ჩვენი შრომით გვიწევს იღბლის მოზიდვა ეს ცოტა რთული კომბინაცია და წარმოიდგინეთ ხა მას რო პლუტონი შეუერთდება და ოპოზიციას რო დაარტყამს ცოტა რთული კომბინაცია არის მაგრამ კაი სასწაულიც არის ხო ანუ მე ცოტა ისე არ უყურებ ნეგატიურ ასპექტებს მძიმედ უყურებ რომ რაღაც შეჯანჯღარება გვექნება რომ რაღაცები შევცვალოთ და რაღაცები გავასწოროთ ხო სატურნი ეს არის კარმის პლანეტა ეს არის აი მასწავლებელი ხო და პლუტონი რო უერთდება მას რაღაცებს პლუტონიც გვეუბნება რომ რაღაც უნდა შევცვალოთ იღბალთან ან ესეთ ესე რო თქვათ ქარაფშუტობაც არის იუპიტერი მომენტებში ხარჯვა ფლანგველობა თან აქ ლომში ყავს და გვიყვარს ხო ეს რაღაც ესეთი სითფო სიყვარულის გამოვლენა გადაყოლა სხვებზე სიტყვაზე ხარჯი გვიყვარს ბევრი აი ამას ყველაფერს გააჩერებს ცოტა უკვე პლუტონი ანუ აქ ცოტა რაციონალიზმის გამოვლენა დაგვჭირდება ეხლა მე რასაც ხედავ პლუს აქ მნიშვნელოვანს ხო სატურნი რომ მერვე სახლში არის ეს შეჩერებული არის ეს ზოგადად შემოსავალი გარედან მაგრამ მეცხრე სახლში რომ გადავა სატურნის ხარშორის კიდე არა უშავს იმიტომ რომ მერვე სახლი ცოტა მძიმედ მუშაობს ხოლმე კრიზისები სიკვდილიანობა უბედური შემთხვევები ეს მერვე სახლი არის იცით და აი რეალურად ბოლო 1 წელი განსაკუთრებით თუმცა მანამდეც იყო ეს სადისაც გავდივართ ეხლა კიდევ აი ავარიები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური არის ეხლაც და ცოტა ხანი კიდევ იქნება განსაკუთრებით იმიტომ რომ მერვე სახლი ცოტა მძიმედ მუშაობს და აქ რო სატურნი გაგვდის ეხლა უფრო ამოტივტივდებოდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები რაც გვაქვს მაგალითად ქვეყანას რაც კრიზისებს რო არასწორად გეგმავდით თუ გეგმავთ ამისთვის უკვე სატურნი როგორც დამსჯელი ისე გამოჩნდება ხო ეს აღარ არის ისე რომ გაგვივიდეთ
მივიდეს რაღაცეები თუ მიუშვით მერვე სახლის ჩვენთან არის კრიზისები ჩვენთან არის რამდენად მზად ვართ კრიზისებისთვის და სატურნი მან ამოყრის ყველაფერს რაშიც ჩვენ ვერ დავლაგდით როგორც ქვეყანა ხო მთლიანად რეალურად გავდივართ ახლა ბოლო 1 წელი არის ამ ფაზას მეტიც წელიწადზე მეტი არის და წელიწად ნახევარია ეს კრიზისები უბედური შემთხვევები შოუის ტრაგედია ეს ყველაფერი ხო აი განსაკუთრებით ამ ტრანზიტზე იმას არ ვამბობ რომ არ ხდება ხოლმე მაგრამ აი ესე ტრანზიტზე გვაქვს როგორი რამ იცით რომ აი კითხვები ჩანს უკვე რატო არ მოვემზადეთ ამისთვის რა იყო აქ პრობლემა სხვა დროს უბრალოდ ხდება უბედური შემთხვევა ეხლა სატურნი გვეუბნება რომ აი რაღაც თქვენი შეცდომებიც არის აქ რაღაც პრობლემებიც არის ხო აქ რომელიც უნდა დაფიქრდეთ რაღაცები გამოასწოროთ აი ეს ტენდენცია ამ პერიოდში განსაკუთრებით გვაქვს იმიტომ რომ ტრანზიტული სატურნი გადის მათ. ეხლა მე რასაც უყურებ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი გვაქვს ურანი, იცით მოულოდნელობების პლანეტა არის არასტაბილურობის, რომელიც კარგა ხანი არის, გადიოდა ჩვენს მე-10 სახლში და მე-10 სახლი არის ხელისუფლება, არის ჩვენი სტატუსი, როგორც ქვეყნის სტატუსი და იყო რყევები. ურანმა რა იცოდა მაგალითად რომ აი ჩვენი სტატუსი იყო რაღაცნაირად გაურკვეველი, ცვალებადი, სად ვართ არ ვიცით, ხო? ან როგორც ქვეყანა, თითქოს აი არეულდარეულია, ვერ დაალაგდა, ხო? ურანმა ეს შფოთვა არეულობები იცის. ეხლა ისევ შედის ნენელა მე-10 სახლის ზონაში, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის, მეგობრებო, რომ ოპოზიციას აკეთებს ზუსტ ჩვენ პლუტონთან. ეს იცით მეორე დაკეთებს რეტროგრადული არის ურანი ჩვენ ხო გავიარეთ ეს რომ ერთხელ რო გაივლის დაბრუნდება უკან მეორე შეხება მერე გასწორდება მესამე შეხებას გააკეთებს აი ესეთი დაბრუნებები მეგობრებო უფრო აძლიერებს პრობლემებს რაღაც იქნება ცოტა აი პლუტონი როგორი არის იცით მძიმე რაღაც ტრამბული, რომელიც უცებ ხდება მოულოდნელად, ხო? მოულოდნელი შეიძლება იყოს მაგალითად, იცით როგორ რაღაც არის, ან ფინანსური კრიზისი, მოულოდნელად ცვლილებები და მე-5 სახლის მართველი არის აქ პლუტონი, მე-5 სახლის ჩვენთან ხელისუფლებები არის, მართველობითი სისტემა არის, რაღაც მოულოდნელობები რო ხდება ძალაუფლების მქონე ფიგურებში, ну, ესეც კიდევ ნახეთ ახლა, ზუსტი ოპოზიცია არის, აი, რომ დააკვირდებით 30 გრადუსზე ურანი, 20 გრადუსზე პლუტონი არის, ხო, აქ და, ну, ის ზუსტი ოპოზიცია უკვე ნიშნავს, რომ რაღაც მოულოდნელი სერიოზული რყევები, სერიოზული ცვლილებები სამთავრობო გუნდში უფრო იქნებოდა შესაძლებელი. მერე რო კიდე გასწორდება და კიდე გადმოულის, რაღაცა დასკვნითი ცვლილება იქნება. აი, ეხლა რაც დაიძრა ხო უკვე მეორედ. ეხლა უკვე აი რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილების აუცილებლობა დადგა, მერე რო გასწორდება, კიდევ უფრო აი რაღაც დასკვნითი ცვლილება იქნება. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ასპექტი, ხო? ცოტა უფრო სერიოზული ნეგატივით შეიძლება მოიტანოს ამ ასპექტმა. უბრალოდ ახლა ჩვენ საუბრობთ ზოგადად რა შეიძლება იყოს, ხო? რაც მე ახლა ვნახე ახალი წლის დღეს, ზუსტად ახლა 1 იანვარი მყავს შეყვანილი, თქვენ რა რუკასაც უყურებთ. მნიშვნელოვანი რა არის, ნახეთ, მთვარე იქნება ფარველ ანგელოსთან შეერთებაში, ქალწულის ზოდიაქოში და გვერდზე შავი მთვარე ყავს. აი, მთვარე რო ქალწულში არის თან მეორე სახლში, ეს ნიშნავს, რომ ფინანსური კუთხით, აი, შრომითი კუთხით თუ ჩვენ განვითარდებით, აი, რაღაცები დავალაგოთ, რაღაცები მოვაწესრიგოთ, ხო? აი, როგორც ქვეყანა, ფინანსური კუთხით ან ზოგადად დავალაგოთ რაღაცები, აი, ქალწული არის დავალაგება, რაღაცების დათვლა, რაღაცების მოგვარება, ხო? აი ამ კუთხით მფარველი ანგელოზი რო დაგვიდგება გვერდში ნამდვილად ამ წელს, მოდი ესე ვთქვათ, ეს ნამდვილად ჩანს, მაგრამ გვერდზე შავი მთვარე არის. ეხლა შავი მთვარე თან როცა ისედაც გადიოდა ჩვენს მეორე სახლში და იქიდან სატურნი ყავს მერვე სახლში. ხო იცით ეს რო გასწავლეთ მეორე ერთი ენერგია არის, ხო, ჩემი ფინანსები და გარედან შემოსული ფინანსები. ჩვენ ფინანსებში რო ცოტა კრიზისი გქონდა მატერიალური კუთხით, ეს შავი მთვარის ენერგიაც ამას აჩვენებდა. ხო იცით შავი მთვარე ეს არის რაღაც ნეგატიური ფონი, ენერგია, შეიძლება არ იწევს ესე
პირდაპირ მოვლენას უბედურ შემთხვევებს, მაგრამ იწვევს ფონს, ენერგიას. და მეორე სახლის ზონაში ფინანსებში კრიზისი ნამდვილად გქონდა, შინაგანი, აი ხალხი რო შიშები ქონდათ, აი რაღაცა ყველაფერმა ფასმა აიწია, არ ვიცი საიდან მიშოვა ფული ხო და სულ იყო თემა ტრიალებდა უახლოესი ერთი წელი განსაკუთრებით, ეს იყო უკვე ძალიან შესამჩნევი, რომ ფასები გაძვირდა და პრობლემები არის ფინანსური. აი ეს უკვე ნენელა მოიხსნება მეგობრებო შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინანსური თემა მაინც არ დაალაგდება ესე ადვილად, მაგრამ ემოციური დამოკიდებულება შეიცვლება ამ ყველაფრის მიმართ და გადადის შავ მთვარე მესამე სახლში. და მესამე სახლი რა არის? უახლოესი სამეზობლო ჩვენი. ეს არ არის უცხოეთი არის მეცხრე სახლი, მესამე სახლი არის სამეზობლო აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი მაგალითად, სომხეთი, ეს ყველაფერი არის ჩვენი მესამე სახლი. და აი ამ მესამე სახლში შავ მთვარე გადადის, შეიძლება რაღაც პრობლემები დაიწყოს უკვე ურთიერთობები, ან დაიძაბოს მეზობლებთან, ან მეზობლებისგან რაღაც ნეგატივი მივიღოთ თავდასხმები, ან პირიქით ჩვენ ძალიან დამოკიდებულები გავხდეთ მეზობლებზე, ან რაღაცები შეგვეშალოს მათთან, ან მათ შეეშალოთ ჩვენთან. შეიძლება აბსოლუტურად ყველა სცენარი განვითარდეს, ხო? ანუ ჩვენი კომუნიკაცია, ჩვენი ურთიერთობები მეზობლებთან საცთურივით იქნება. ან ამ საცთურში იქნება ნეგატივი, რომ ჩვენ არასწორად შევალთ ურთიერთობებში, ან შავ მთვარემ რა იცი, ჩვენ ძალიან სუსტები შეიძლება აღმოჩნდეთ პარტნიორებთან, ან პარტნიორები უფრო სამეზობლოსთან, ან სამეზობლოში რაღაცები დაიწყოს მძიმე, რომელმაც მოახდინოს ჩვენზე გავლენა. სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვეძაბოს ურთიერთობები, ხო? ეს შეიძლება იყოს, რომ მათ რაღაცა პრობლემები დაეწყებათ უკვე და ეს არის თან ქალწულში, ქალწული არის წვრილმანი, პატარ-პატარა პრობლემები, რომელიც ჩვენზე შეიძლება აისახოს. ამიტომ ეს შეიძლება არ იყოს ჩვენთან პირდაპირ ჩვენი დაპირისპირება სამეზობლოსთან, ხო? და აი მერე შავ მთვარე უკვე იქითა წლის ბოლოსკენ ჩვენს ხალხში გადავა, მეოთხე სახლი ჩვენი მიწებია, ჩვენი მხარე არის, მოსავალია, ფინანსური მხარე არის, აი მოსავალი როგორც შემოსავლიანობის თემები არის. მერე ცოტა ისეთი რთული ტრანზიტი შეიძლება შავ მთვარემ გამოიწვიოს, აი ან გაქცევა ქვეყნიდან, ბევრი კიდევ მეტი რაღაც უნდა გაიქცეს, მაგრამ მაინც მაგრამ შეიძლება იყოს ეს უბრალოდ რომ ჩვენ გქონდეს უკვე აუცილებლობა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას ხომ? ანუ არ ვიცით შავ მთვარე აქ როგორ იმუშავებს. მაგრამ ის რომ ეხლა ის კრიზისი ფინანსური, ანუ ჩვენი შემოსავლიანობა ისეთი აქტუალური აღარ იქნება და აქტუალური გახდება სამეზობლო რაღაცა ფორმით, ხო? ენერგეტიკული დონით ეს, ну, აქ ესე ჩანს. პლუს ეხლა კიდევ რაც შეიძლება აქ ტრანზიტებში ვნახოთ, აი ხა ისეთი ძირითადი მნიშვნელოვანი თემები არის ხოლმე, ხომ? აქ რაი ძირითადად ვიღებთ ესაც ძლიერ პლანეტებს, ხო? ნუ ნეპტუნი არის აქ მეცხრე სახლში და რაც თავარია სხვათა შორის კარგი ასპექტები აქვს ნეპტუნს და ვენერასთან კარგი ასპექტები აქვს, ანუ ნეპტუნი ამ შემთხვევაში მაინც არ შეგვიშლის ხელს როგორც ქვეყანას. თუმცა ერთი რასაც გამოყოფთი აქ ხომ აი ესეთი რთული ასპექტი მაინც არის, რომ ახალი წლის ღამე სატურნი ტრანზიტული უკეთებს ტრანზიტულ მთვარეს მაინც ახალი წლის ღამეს ოპოზიციას. და აქ მაინც რო გითხრათ რომ კარგი არის ხაც ისე ძალიან სერიოზულად ფინანსების ხარჯვა, იმიტომ რომ მთვარე მეორე სახლში არის, ხო? და რომ მერვე სახლში სატურნი დიდი ფინანსების ხარჯვა მაინც არ არის ხოლმე ესე ტრანზიტზე მთლად პოზიტიური, იმიტომ რომ სატურნი გვეუბნება და იქით მთვარე ლილითის შეერთება არის, ცოტა თავშეკავება, ცოტა რესურსებთან, ცოტა პრაგმატიზმის გამოვლენა, ცოტა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამ სახელმწიფოდ განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ენერგეტიკულად, ხო? აი ეს აი ამ ტრანზიტიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა. ძალიან ისე მოკლედ, ცოტა ისეთი ხანი გაგვივიდა, მაგრამ მოკლედ ჩაგიწერეთ ეს ვიდეო, იმედია მეგობრებო მოგეწონებათ. შეგიძლიათ მერე დადოთ ჩვენ ჯგუფში სხვადასხვა რუკები, ქვეყნების, მეც მაქვს მომზადებული თქვენთვის სხვადასხვა ქვეყნების რუკები და თქვენი აზრიც მაინტერესებს, თქვათ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს იქ მოვლენები, აი ამ ანალიზის საფუძველზე შეგიძლიათ თქვენ დაკვირვება ისწავლოთ, ხომ?
და მინდა რომ ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ. შეიძლება ახლა ცოტა ისეთ საქმიანი, სერიოზული ის ანალიზი გავაკეთე და ახლა ჩვენ ეს გველის, ის გველის, ესეთ რაღაც ღაპრები გარკვეულწილად არ დავიწყე, ეს არის უფრო ასტროლოგია. ცოტა ისეთი საქმიანი ის არის რა, ინფორმაციები აქ ფანტაზიის და ოცნებების ადგილი არ არის ხოლმე, ეს არის ძალიან ისეთი სუსტი ენერგიები, როცა დადის, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ხოლმე სუსტად როგორ იმუშავებს, როცა ერთ 5 რუკას ერთმანეთს ვადებთ და კარგად ყველა დეტალს ვნახულობთ, მან კიდევ უფრო შეგვიძლია ვთქვათ რა ტენდენცია იქნება, თუმცა ძალიან ცნობილი მთელი ცხოვრება 40 წელი რომ მუშაობდნენ ტრანზიტებზე მუნდალურ ასტროლოგიაში, ისინიც კი ცდებიან ხოლმე პროგნოზებში ხშირად, ასე რომ ეს პროგნოზები მაგიტომ არ მიყვარს, რომ ეს არ არის ის ჯერ ერთიც ის რაგველის ცოტა ესეთი ზედაპირული ყვითელი ასტროლოგია არის, რომლის მე პირადად ძალიან წინააღმდეგი ვარ, იცით თქვენ. ეს არ არის გასართობი ინფორმაცია ასტროლოგია, მე ხა თქვენ ჩაგიწერეთ იმისთვის, რომ ზოგადი ტენდენციები რა ხდება ქვეყანაში, ის შეხედოთ, რომ თქვენი ცხოვრებაც გარკვეულწილად მოარგოთ ამ ყველაფერზე მეტნაკლებად, ესე რომ ვთქვათ, რომ აი წინასწარ თუ ხედავთ იქ რა ტენდენციებია ქვეყანაში ხომ, მოსალოდნელი, მანდ უფრო კარგად შეგვიძლია გავიგოთ ვთქვათ რა ტენდენციები არის, აი ეხლა რაღაც პოლიტიკაში რაც ხდება, უკვე ჩანს მომავალში ეს როგორ განვითარდება, ხო, ეს ენერგია ზოგადად. პლუს ერთი იცოდეთ, რომ აი სულ ძალიან მარტივი არის, აი ვთქვათ არჩევნები მოდის, ხო? შეგიძლიათ რამდენიმე პოლიტიკოსის რუკა ნახოთ და მათ ტრანზიტზე შეხედოთ უკვე როგორ განვითარდება მოვლენები. ქვეყნის რუკა ნახეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ხო? და მათთან უკვე ჩანს, მათთვის ეს ორი სხვა მხარეები, ოპოზიციიდან და პოზიციიდან. აი შეგიძლიათ ეგეც ნახოთ, მათ რუკაში რა ხდება. და მაგით შეგიძლიათ ნახოთ ის რომელი მხარე უფრო ის იქნება საარჩევნო ზონაში წინ, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ესეთ რაღაცებსაც მე მაგალითად ნახულობ ხოლმე და სხვა შორის სოფლიო დონეზე იქ არჩევნები რო იყო ეს ტრამპი რო მაშინ მოიგებდა ეს მის რუკაზე ჩანდა და ჩემ უგლესაც ვთხარი რომ ეს გავამეთქი. კიდე ინგლისის პრემიერი ქალი რო დაინიშნა, ეს გავამეთქი, მაგრამ ძალიან სუსტი არის და მალე წამოვამეთქი და მალევე დატოვა თანამდებობა. ისეც ვნახეთ, აი ამ რუკით, მათ პირადი რუკის ტრანზიტს ვნახულობ ხოლმე იმ ზონაში, იმ პერიოდში, როგორი განლაგებას უჯდებათ, ზოგადად უფრო ისე ვითარდება ხოლმე მოვლენები, ხო? ქვეყნის პროგნოზირება გაცილებით რთული არის, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, ბევრი სხვა რუკა არის ანახავი, ადამიანებთან კიდევ უფრო მარტივი არის, ხო? იქ პირდაპირ ჩანს ხოლმე, აი თქვათ ორი საარჩევნო ფიგურის ნახვა მარტივი არის აქედან რომელი გაიმარჯვებს, აი გულწრფელად რო გითხრათ, ვის აქვს მეტი შანსი და ეს მეტი შანსი როგორც წესი 99%-ით მუშაობს ხოლმე, ახლა მე რამდენი წლების განმავლობაში სულ ნახულობ ყველა ქვეყანაში, ვინც აი თქვათ არჩევნები მოდის, ან რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები არის, იქ ნუ ესე მართლდება ხოლმე და აი დააკვირდით თქვენც მე აგიხსენით ზოგადი ძალიან როგორ ხდება ხოლმე ნახვა, იგივე მოდელი შეგიძლიათ მოარგოთ ადამიანის ტრანზიტს, ეს ჩვენ რაღაც ზონეზე გავიარეთ და გილოცავთ ახალ წელს, ყველაფერი მაინც კარგად გვექნება. მთავარი არის რომ ჩვენ შინაგანად ვიყოთ ყოველთვის კარგად, დავძლიოთ პრობლემებს რო ხედავთ, კი არა დავითრგუნოთ ამის გამო, რას გველაპარაკება სამყარო, რა უნდა სამყაროს ჩვენგან, აი იმას დავაკვირდეთ და მოვუსმინოთ და ეს სამყარო ვართ სიამდვილეში ხოლმე ჩვენ, ხო? ანუ ჩვენი თავი, ჩვენი ქვეცნობიერი ცდილობს მიზიდოს ის გარემოება, რაც მასში შინაგანი პრობლემები დევს. და ხშირად ჩვენ თავს არ უსმენთ ხოლმე და მთელი პრობლემები აქედან მოდის მეკობრებო და მთელი ეს ტრენინგები ეს ყველაფერი მაგისთვის ამაქვს რომ გაგიზიაროთ მეც რასაც იგივეს მუშაობ ხოლმე ხო ამ მიმართულებით და წარმატებებს გისურვებთ მომავალ წელს აი საკუთარ თავთან კონტაქტი მოსმენა კიდევ უფრო გაგიუმჯობესებინათ და ბედნიერი შობა ახალი წელი თქვენ დროებით